Agile. ეს სიტყვა ალბათ ნაცნობია თქვენთვის, უმეტესობისთვის მაინც. Agile-ით დღეს მუშაობენ IT კომპანიები, მუშაობენ სტარტაპები, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები. ზოგი უკვე მუშაობს, ზოგი რომ შეეკითხო იტყვის რომ აი Agile-ზე გადავდივარ, თუმცა კითხვას როდესაც ვსვავთ თუ რას ნიშნავს Agile, ხშირად ვიღებ პასუხებს რომ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ Scrum-ი გვაქვს. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ სპრინტებით მუშაობ. გვაქვს ყოველდღიური შეხვედრები, ეგრეთ წოდებული daily. რეალობაში ეს რამდენად არის Agile? აი ამ კითხვაზე მინდა გავცე პასუხი დღევანდელ ვიდეოში, თუ რა მნიშვნელობას ატარებს სინამდვილეში Agile და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკული სარგებლის და პრაქტიკული გამოყენება თითოეულ თქვენ ინდუსტრიასა თუ თქვენს კომპანიაში. ეხლა მინდა გაგიზიაროთ თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში Agile და კონკრეტულად რომ წარმოვიდგინოთ SME კომპანიებისთვის. პირველი, როგორ შეიძლება რომ გავიგოთ რომ ჩვენ ნამდვილად Agile-ით მუშაობთ და ნამდვილად ვიღებთ იმ სარგებელს, რასაც შეიძლება Agile გვაძლევდეს. რამდენად შეგვიძლია და რამდენად ვაკეთებთ იმას, რომ მომხმარებელი იღებს ჩვენგან შექმნილ რაიმე პროდუქტს ან სერვისს 2-დან 4 კვირის ვადაში. რეალურად ეს არის ის ვადა, როდესაც ჩვენ უნდა შევძლოთ, ივაწოდოთ მომხმარებელს რაღაც გამოსაყენებელი, ესე რომ შევხედოთ ხომ, აი რაღაც გამოსაყენებელი, ეგრეთ წოდებული ინკრიმენტი, რომელსაც მომხმარებელი გამოიყენებს და შემდგომ ჩვენ შევძლებთ უკავშირი ავიღოთ მისგან. იმ შემთხვევაში რომ დავხვეწოთ და შემდგომ იტერაციაში კიდევ უკეთესი ვერსია შევთავაზოთ. თუნდაც. თუ ამას ვახერხებთ და ამ პერიოდში ვახერხებთ, ნაცვლად იმისა, რომ შეიძლება 6 თვე ან მეტი ხანი გჭირდებოდეს მუშაობა, სანამ რაღაც გამოსაყენებელს შევქმნიდეთ, თუ ამის გაკეთებას ვახერხებთ, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ Agile-ით მუშაობთ და ვიღებთ ამ სარგებლოს, როგორიც არის მომხმარებლის სწრაფი უკავშირი და შემდგომ გაუმჯობესებებზე მუშაობა. მეორე, რასაც შეიძლება რომ დავაკვირდეთ. ჩვენი გუნდი, რომელიც Agile-ით მუშაობს, რამდენად ითავსებს და რამდენად იაზრებს თუ რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ რამდენად გამოვიდა ეგრეთ წოდებული შემსრულებლიდან, შემსრულების როლიდან, მხოლოდ შემსრულების როლიდან, არამედ უკვე თვითონ არის იდეების გენერატორი, თვითონ ესმის მიზანი, თვითონ ესმის მომხმარებელი და რატომ ამ ყველაფრის უკან. თუ ეს გააზრებული აქვს, მაშინ ეს არის კიდევ ერთი დიდი სასიკეთო ნიშანი, რომ Agile-ით მუშაობთ და ამ Agile-დან უკვე საკმაოდ სარგებლობს ვიღებთ. და მესამე, თუ გუნდი ხდება რომ რაღაც შესაძლებელი აქვს შუა სამუშაო პროცესში და მას შეუძლია თვითონაც მიიღოს გადაწყვეტილება რომ რაღაცა გააჩეროს, რაღაც ხარვეძის გამო მაგალითად გადაერთოს რაღაც მეორე საქმეზე ან დააპრიორიტეტოს რაღაცა ვიდრე მეორე თემა, ისე რომ მას არ დაჭირდეს ჩარევა ზედა დონის მენეჯერების, აი ამ შემთხვევაშიც ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რომ ის პრომოქნილია, ადაპტირდება, სწრაფად პასუხობს გარე ცვლილებებს და ესეც მიუთითებს იმას, რომ თუ ასე ვაკეთებთ და ასე მიდის ჩვენი პროცესები, ჩათვალეთ, რომ თქვენ და სასიკეთოდ მართლაც Agile-ით მუშაობთ და Agile-დან უკვე იღებთ იმ სარგებელს, რაც მართლა შესაძლებელია რომ მივიღოთ პრაქტიკაში. ჩვენ შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ Agile არ არის მხოლოდ IT-ისთვის და პროგრამული უზრუნველყოფისთვის, როგორც არის ხოლმე ცნობილი, არ არის მხოლოდ კონკრეტული ინდუსტრიისთვის, არამედ მისი გამოყენება, მისი იდეოლოგიის წამოღება და სარგებლის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის. ჩვენ თუ შეგვიძლია ვადაპტირდეთ და შევძლოთ მომხმარებელს მივაწოდოთ პატარა-პატარა ციკლებით ჩვენი პროდუქტი თუ სერვისი, მივიღოთ მისგან უკავშირი, დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და ესეთი ციკლებით და იტერაციებით ვიმოძრაოთ. ბუნებრივია Agile არ არის სპრინტები და კონკრეტული დროით ხანგრძლივობის პერიოდები, როდესაც მუშაობთ, არ არის მხოლოდ რაღაცა კონკრეტული ცერემონიები, როგორც არის კოლექტიური შეხვედრა მაგალითისთვის, არამედ ეს არის გაცილებით მეტი და გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი, თუ ამას შევხედავთ როგორც იდეოლოგიას, როგორც ჩარჩოს, რომელიც შეიძლება მოვარგოთ ჩვენს ინდუსტრიას და ჩვენს კომპანიას. ძალიან საინტერესოა ჩემთვის, თუ ხართ რომელიმე SME კომპანიის წარმომადგენელი, გამიზიარეთ კომენტარებში, რამდენად ფიქრობთ, რომ გამოიყენებდით Agile-ს, ან ვიყენებთ კიდევ, საინტერესო იქნება რა სურათს დავინახავთ გაზიარებული კომენტარების სახით. მადლობთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი
დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და დაბოლოდეთ შემდგომ ეპიზოდებში.